ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიეშინათ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის გარედან გაგონილი ხმა და შეფასებები მნიშვნელოვანია და საჭიროა ქართულმა ხალხმა დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით აღშფოთებულები არიან. მმართველ გუნდში კი გამართულ დებატებზე ამბობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები საქართველოს შანტაჟს ემსახურება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებმა ევროპის სახალხო პარტიიდან და სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფიდან საქართველოში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. მათ შეშფოთება გამოთქვეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების გამო და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. დებატების მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის შეზღუდვასა და ავტორიტარიზმისკენ გადახრასში დაადანაშაულეს. განხილვას საქართველოდან ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დებატი საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არის მორიგი დასტური იმის, რომ რუსული ოცნება რჩება საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის მათ შორის ქართული დემოკრატიული ძალების მუშაობის შედეგი. თავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობოდ გათავისუფლება, ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორების ხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ეს დებატები იქნება, რეზოლუციები იქნება, მათი მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესება იქნება თუ სხვა პოლიტიკურად მისაღებია, ასე ვთქვათ, ზეწოლის ფორმები, რომ როგორმე შევაჩეროთ ოცნება, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ მისასალმები. რაც შეეხება პოლიტიკური პატიმრების, ასე ვთქვათ, სიას, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ ვთვლით, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. არ არის პოლიტიკური პატიმარი და მისი მოხსენიება აი ამ სრულიად უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდა ენთუზიასტი პატრიოტი ადამიანების გვერდით ნამდვილად არ არის სამართლიანი. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დგამს ქართული ოცნება. ესეთი დებატები არის ბუნებრივი რეაქცია, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რამდენად პოლიტიკურად მოტივირებული არის ის დაკავებები, რომელიც შეეხება ოპოზიციონერი ლიდერების დატვირთვას აღებას. არც ერთი ეს გამონათქვამი, რომელიც იქ იყო სამწუხარო მტკიცებულებებს არ შეიცავს. არ შეიძლება შენ ილაპარაკო პოლიტპატიმრებზე თუ არ მიუთითებ კონკრეტულ დარღვევებს. რუსული საქმე იცით რა არის? რო ჩადიხარ ჩადის აქედან ვითომ დეპუტატი ყოფილი და ვითომ ქართველი პოლიტიკოსი და რო არ წმუნებს იქ ჯერ ევროპის საქართველოსადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს რომ მოდი არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი. მოდი არ გავხსნათ დიალოგი საქართველოსთან. მოდი შევაფერხოთ ეს არის რუსული საქმე. 13 წლის განმავლობაში საქართველოს რომელი ნაბიჯი გადადგა ისეთი, რომელიც რუსეთს შეუწყობდა ხელს უპირატესობის მოპოვებაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე ყავდა და ასე გააფთრებით იცავენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოში თუ სხვა ფორმატებში. საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპირებულია და ყოველდღიურად ცხოვრობთ აი ამ დაძაბულ ვითარებაში. და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისე დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს. ერთი რაც სამწუხაროდ ვიხილეთ, ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც მთლიანად დაცლილი არიან ევროპისგან და ევროპული ღირებულებებისგან და ევროპული სტანდარტებისგან. აი ამ ადამიანებს შეუძლიათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო გაწირონ ყველა და ყველაფერი და შავს დაუძახონ თეთრი და თეთრს დაუძახონ შავი. ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.